ეს მარათონი იყო ლექცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის პრობლემას სოფლიო ლიტერატურაში, ენკიდუდან დაწყებული, რომელიც ცხოველი იყო და ადამიანი გახდა, ალუდათი დამთავრებული, რომელიც ადამიანი იყო და ზე ადამიანი გახდა, განკაცებული დიდი ადამიანი, რომლის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება გასაგები რო გახდეს, საჭირო არის აი ამ დიდი სახელების შესუხება ხალხისა მთელი სოფლიო ლიტერატურიდან. მე შევეცადე ისე ამეგო ეს, რომ გასაგები ყოფილიყო, რატომ ვარ თαυτოვანებული ალუდას პიროვნებით, ამავე დროს ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რაზეც არ ვლაპარაკობ ალუდა, რომ ფაქტობრივად რევოლუციონერი იყო და რელიგიას რო თავზე დაამხო ყველაფერი და მან ისეთი რამეები ილაპარაკა, რომელიც მე ადამიანს ცოცხალს არტოვებდა საერთოდ, რამდენად მზადა საზოგადოება ასეთი ადამიანების ასატანად და რამდენად მნიშვნელოვანია ამის თქმა 1 საათიან, 2 საათიან ლექციაში არ შეიძლება. ამის თქმა შეიძლება 10 ტომიან წიგნში, ან 10 საათიან ლექციაში. მე ვარჩიე 10 საათიანი ლექცია. აქ ტექნიკური არის საკითხი, შენ რამდენად გაძლევ და მაყურებელი რამდენად გაძლევს, ამიტომ ის ისე იყო აგებული ეს ლექცია, რომ ნებისმიერ დრო შემოსწრებული თავის წინ ჭეშმარიტებას მიიღებდა. უბრალოდ ბოლოს იყო საჭირო ყოფნა, ალუდა ამ ძირითადი მიზანი რაც იყო ის რო გაგვეგო, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ყავდა შესანიშნავი აუდიტორია, გადაიცემოდა ლაივში, იქაც ყავდა აუდიტორია და ჩანაწერიც გაკეთდა და ვიცი რომ იმასაც ეყოლება თავის აუდიტორია. საქართველოში ეს ჯერ არ ყოფილა, მე მგონი, მაგრამ ნახოთ ახლა თუ ვინმეს ფულზე მოხდება და რეკორდს მომიხსნის, მე არ მეწყინება. პირიქით ჩავთვლი რომ აი ეს საქმე წამოვიწყე. თუ არა მე თვითონ მოხსნი გაისად. ჩემმა მეგობარმა ლევანმა კიდევ ერთხელ გამოუცა თავისი მართლაც შეუძრეკელი ენერგიით და იმ შეუპოვრობით, რაც ამ მარათონის დღეს ნათლად წარმოჩნდა და მე ძალიან მიხარია, რომ დარბაზში მთელი დღე იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც უდავოდ მიიღეს უაღრესად დიდი სიამოვნება მისი როგორც ყოველთვის საინტერესო, შთამბეჭდავი და ექსპრესიული ლექციის მოსმენით.